ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 34. ჰაერიანი ბრტყელი კონდენსატორი შეერთებულია დენის წყაროსთან. კონდენსატორის მუხტია Q, ხოლო ფირფიტებს შორის ძაბვა O. ფირფიტებს შორის მანძილი სამჯერ გაზარდეს, ისე რომ კონდენსატორი ჩართული დატოვეს დენის წყაროსთან. რის ტოლია კონდენსატორის მუხტი და ფირფიტებს შორის ძაბვა, ამის შემდეგ გუკითხებიან. მოცემული გვაქვს. ჰაერიანი ბრტყელი კონდენსატორს რადგანაც განვიხილავთ, ჰაერის დიელექტრიკური შეღწევადობა ε დაახლოებით ტოლი არის 1-ის. კონდენსატორის მუხტი Q1 თავიდან არის Q-ტოლიო. ფირფიტებს შორის ძაბვა O, კი ბატონო. U1, მაგრამ აქ დავუკვირდეთ ამ მომენტს კონდენსატორი ჩართული დატოვეს დენის წყაროსთან. შესაბამისად, ძაბვა U1 ტოლი დარჩებოდა U2-ის და ტოლი იქნება U-სი, ხოლო მანძილი D1 თავიდან იყო, თუ აღნიშნავთ, რომ არის სიტყვა და დაუშვათ D-სი, სამჯერ გაზარდეს, ესე იგი D2, ტოლი გამხდარა 3 D-სი. ასე ბატონო ჩემო, და მეკითხებიან თავიდან რო იყო Q1 Q-ტოლიო, სამჯერ რო გაზარდეს მანძილიო, Q2 რის ტოლი გახდებოდა O. ასე ბატონო. ეხლა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ C1 თავიდან ტოლი იქნებოდა ε0 ბრტყელი კონდენსატორის ფართობის შეფარდებული მათ შორის მანძილთან D1-თან. ასე ბატონო, ესე იგი ეს არის C1. ხოლო C2 რის ტოლი იქნება, C2 ტოლი იქნება ε0 S-ი შეფარდებული D2-თან. ახლა ε-ები ორივეგან ერთის ტოლია და მოდი გავითვალისწინოთ ეს ფაქტი. D1 D-ს ტოლია, ხოლო D2 3 D-ს ტოლია. ანუ რა გამოგვივიდეთ, ნახეთ, აი S-ი დიდე, საწყისი C1-ია, ხო? აი ეს არის C1. ესე იგი ეს ტოლი ყოფილა C1-ის მესამედის. ესე იგი, ტევადობა სამჯერ შემცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ C1 თავიდან თუ იყო C-ს ტოლი, C2 ტოლი გამხდარა C მესამედის. მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ, რომ ტევადობის განმარტებავს C ტოლი არის ტევადობა Q შეფარდებული U-სთან. პირველი შემთხვევისთვის C1 ტოლი იქნება Q1 შეფარდებული U1-თან, მაგრამ აღნიშნებით C1 არის C, Q1-იც არის მოცემულობით Q და U1-იც არის U. შესაბამისად ესეთი გამოსახულება მივიღეთ, საიდან Q თავიდან ტოლი ყოფილა C-უსი. მაგრამ მეორე მხრივ C2 ტოლი არის C მესამედის და ეს ტოლი არის თავის მხრივ Q2 შეფარდებული U2-თან, მაგრამ U2-იც ხო U არის მოცემულობით. ანუ აქაც U დავწეროთ და აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ Q2 ტოლი ყოფილა 1/3 C-უსი. მაგრამ C-უ ხო Q არის, აი ეს Q არის. ესე იგი Q2 ტოლი გამხდარა Q მესამედის, ხო? ანუ დავწეროთ საბოლოოდ პასუხები U1 უდრის U2-ს, არ შეცვლილა და უდრის U-ს, ხოლო Q2 ტოლი გამხდარა Q მესამედის. შესაბამისად პასუხი იქნება Q13 და U. პასუხი B.